Დაბუნებრივია დღის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება კიევში განვითარებული მოვლენები. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია 6 პუნქტიან აქტს ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერები, ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი აწერენ ხელს. გაგაცნობთ შეთანხმების ტექსტს. Ამ დოკუმენტის მიღებიდან 48 საათის მანძილზე ხელმოწერილი და გამოქვეყნებული იქნება სპეციალური კანონი, რომელიც განაახლებს უკრაინის 2004 წლის კონსტიტუციის მუშაობას. ხელმომწერები ვალდებულები არიან 10 დღის ვადაში ჩამოაყალიბონ კოალიცია და ნაციონალური ერთობის მთავრობა. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პრეზიდენტის მთავრობისა და პარლამენტის გაწონასწორებას შეუწყობს ხელს, დასრულდება 2014 წლის სექტემბერში. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის დეკემბრისა. მიიღებენ ახალ საარჩევნო კოდექსს და ჩამოაყალიბებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ შემადგენლობას ვენეციის კომისიის მიხედვით. ხელისუფლების, ოპოზიციის და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ გამოძიებული იქნება ბოლოდროინდელი ძალადობის აქტები. ხელისუფლება არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ხელისუფლება და ოპოზიცია თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისაგან. უმაღლესი რადა მიიღებს მესამე ამნისტიის აქტს. ორივე მხარე ყველა ძალისხმევას იხმარს, რათა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. უკანონო იარაღი უნდა ჩაბარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში. საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოუწოდებენ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სახის ძალადობა.